მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე გაგაცნობთ. ვიდრე დღის მთავარ თემებს გაგაცნობდეთ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებელი უკვე 25 დღეში მშილობს მედია ვითხოვთ მის გათავისუფლებას. ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე და ნინო ჯელაძე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4-ვე კანდიდატს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე მხარდაჭერას მიიღებენ მიხეილ ყაველაშვილის შერჩეული კანდიდატების სესიაზეც და ეროვნული ბანკის საბჭოც სრულად დაკომპლექტდება. სასაზღვრო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა, ლარის გაცვლითი კურსი და რეზერვების მართვა. შეიძლება ითქვას, ეს იყო მთავარი კითხვები, რაც ოცნების დეპუტატებს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებთან ჰქონდათ. ჯერა ეროვნული ბანკის საბჭოს გააძლიერებენ, ამბობს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წარდგენილ კანდიდატებზე. ძალიან მოხარული რომ წლები გავიდა, ვერ ვახერხებდით, არ მინდა ახლა ცუდი სიტყვები ვისაუბრო, როგორც იქნა მოხდა კანდიდატების წარმოდგენა, განხილვა და იმედი მაქვს რომ უახლოეს პერიოდში დამტკიცდება და ეროვნული ბანკი დაიწყებს სრულფასოვან მუშაობას. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, თქვენ ხედავთ რომ ზუსტად მასე რომ ბანკის წიაღიდან არიან 3 წამოსული. ანუ 3 წევრია თვითონ ბანკში მუშაობს. გამოცდილებაც ბევრი აქვს და დამოუკიდებლობაც. თვითონ დამოუკიდებლობა ზოგადად პირობითი არის იმ გაგებით რომ ჩვენი წევრები იყო მაგალითად პირველი პრეზიდენტი მხედველობაში მარგველაშვილი, იგივე ქალბატონი სალომე, მაგრამ ყველაზე დიდი ოპოზიციონერები ეგინი იყვნენ ჩვენთვის. და არა მარტო ეგ და ბევრი მინისტრის და პრემიერ-მინისტრის. ამიტომ ეგ პირობითია, თავარია რომ ისინი არიან პროფესიონალები და მზად არიან რომ იმუშაონ ეროვნულ ბანკში. მე მგონი პროფესიონალიზმზე არავის ეჭვი არ შეებარება. ძალიან გამოცდილი პიროვნებები არიან, გავლილი აქვთ ძალიან დიდი გზა, ჩამოყალიბებული აქვს თავიანთი აზრი და ამ სფეროში მუშაობდნენ სხვადასხვა პოზიციაზე და ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაზე. ამიტომ მე მჯერავს რომ ისინი გააძლიერებენ ეროვნულ ბანკს, მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან და მე მადლობა მინდა პრეზიდენტს უთხრა რომ ესეთი კანდიდატები წარმოადგენენ. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა ნუცა შუბაშვილი და რა პასუხები ჰქონდათ კითხვებზე შერჩეულ კანდიდატებს, გზავნილებსა და შეფასებებს ზუსტად 1 საათში გაგოცნობს. ეროვნული ბანკის საბჭოს კონკურსში წარდგენილმა კიდევ ერთმა კანდიდატმა კი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დაწყებისას გახდა ცნობილი. ეკა ღაზაძემ მოგვიწერა, რომ აღარ აქვს სურვილი სხვა სამსახური ნახა, ამიტომ მის კანდიდატურას აღარ განვიხილავთ, თქვა პაატა კვიჟინაძემ. რაც BMG-სთან დაადასტურა თავად ეკა ღაზაძემაც. ნახე სამსახური უცხოურ პროექტებზე მუშაობ დისტანციურად, რაც ახლა მაწყობს და ამიტომ მე თვითონ მოვხსენი კანდიდატურა. დროც და ფინანსებიც აქ უკეთესი მაქვს და ასე მირჩევნია თავად. ვითხოვე, როგორ შეიძლებოდა რომ ჩემი კანდიდატურა არ განიხილოთ და მოხსნის შესახებ განაცხადი რამდენიმე დღის წინ დავწერე, თქვა BMG-სთან. უკვე ექს-კანდიდატმა. აღსანიშნავია, რომ ეკა ღაზაძის კანდიდატურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა პარლამენტს გასულ წელს წარუდგინა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოცნების დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები არა რეპრესიული, არამედ დემოკრატიის გაძლიერებაა. შალვა პაპუაშვილმა დღეს გაიმეორა ოცნების გზავნილი, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იმუშავებენ და როგორც ის ირწმუნება, ცვლილებების მიზანი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარეჩარების შეზღუდვა იქნება და რაც ეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. პაპუაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ საქართველოს გადახედოს კანონმდებლობას და მასში ცვლილებები შეიტანოს. ამასთან პაპუაშვილის განცხადებითვე საქართველოს სიტყვა-სიტყვით გადმოიტანს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობას ფარასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ, აქ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა და სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის შტატების კანონმდებლობა ფარასთან დაკავშირებით, ავიღებთ სიტყვა-სიტყვით და გადმოვიტანთ საქართველოში. თუ რაიმე კითხვა არის კანონზე, მიმართეთ შეერთებულ შტატებს ან საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, თქვა პაპუაშვილმა. საქართველოში ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტის მიღება ისევ დაანონსდა. ამჯერად 2025 წლის საპარლამენტო სესიის ფარგლებში. მიზანი საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესება და უფრო მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ამ კანონმა უნდა ჩაანაცვლოს დღეს მოქმედი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გრანტების, ასევე ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ კანონები. რას მოიაზრებს მრავალგზის დაანონსებული კანონპროექტი უცნობია, ანონსების გარდა საქმე რეალურ დოკუმენტამდე
დღემდე ჯერ არ მისვლა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ინვესტორები, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში და რას ცვლის კანონი სასამართლოს დაბალი ნდობის პირობებში. იურისტი მაკა ფარცვანია იქნება ჩვენი სტუმარი 15 საათსა და 30 წუთზე. ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს ღონისძიებას მართავს. უწყება ბიზნესის წარმომადგენლებს შერატონ მეტეხი პალაში 15 საათსა და 30 წუთზე შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2024 წელს საქართველოში 5.100.000-მდე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9% იყო. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით კი კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 1.421.000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი ვერც ერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე კერძო სექტორში კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ და მოლოდინებიც დადებითი არ არის. რას ეტყვის ბიზნესი მოცნების მთავრობას და რა გეგმები აქვს ტურიზმის ადმინისტრაციაში. გიგა ბენია დაესწრება შეხვედრას და დეტალებს ის შემდეგ გამოშვებებში წარმოგვიდგენს. 2024 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 29%-ით შემცირდა. გალთენთაგართის მონაცემებით გასულ წელს ექსპორტზე 1 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი კვლავ თურქეთი იყო. ექსპორტის თითქმის 83% სწორედ თურქეთზე მოდიოდა. საინვესტიციო ბანკის მონაცემებით ექსპორტის შემცირება უკავშირდება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს. ტოპ 3 ექსპორტიორი კომპანია იყო Bookup Solutions, Cross-Border Trading და თბილისის საინვესტიციო ჯგუფი. 2024 წელს თითქმის განახევრდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები და 59 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის შემცირებას. ექსპორტის საშუალო ფასი შემცირდა თითქმის 28% და კილოვატ-საათზე მხოლოდ 4.7 ამერიკული ცენტი შეადგინა. დეკემბერში მშენებლობა გაძვირდა 2024 წლის დეკემბერში მშენებლობამ წლიურად დაახლოებით 5%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 2.7%-ით გაძვირება აჩვენა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით გასული წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის თითქმის 20%-იანი გაზრდით და ასევე მასალების 3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად იმოქმედა აღნიშნულ ინდექსზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობა გაძვირებულია წინა წლის დეკემბერთან შედარებითაც. საქმის კურსი ეთერში 1 საათში ბრუნდება, დაგველოდეთ.